გამარჯობა მეგობრებო, მე ერეკლე ვარ და დღეს მე მინდა გასწავლოთ დამწყებებს გუტენბერგის შესახებ. გუტენბერგი არის WordPress-ის მთავარი ედიტორი, რომელსაც ბლოკ ედიტორსაც უწოდებენ და რატომ უწოდებენ ბლოკ ედიტორს, ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ გუტენბერგი მოყვება ყველა WordPress, რადგან ის არის ჩაშენებული WordPress-ის ბირთვში, ესე ვთქვათ, და არის რა თქმა უნდა უფასო. და თქვენ შეგიძლიათ აწყოთ გუტენბერგის დახმარებით პოსტები და პეიჯები. ასევე გუტენბერგს აქვს პლაგინი, მაგრამ ის არის უბრალოდ ბეტა ვერსია და ამ პლაგინზე ტარდება ხოლმე ექსპერიმენტები, სხვადასხვა ფუნქციების დამატება და შემდგომ ემატება ხოლმე უკვე ბირთვში. და თუ მაგალითად გინდათ რომ ახალი ფუნქციები მოსინჯოთ, რომელიც ბირთვზე არ არის დამატებული, შეგიძლიათ დაინსტალიროთ პლაგინი, მაგრამ შეგახსენებთ რომ გექნებათ რაღაც კონკრეტული ბაგები და შეგიძლიათ უბრალოდ პლაგინის გარეშეც იმუშაოთ, რომელიც ასე ვთქვათ უკვე სტაბილური არის. და მოდი ახლა უკვე გადავიდეთ პეიჯებში, დავამატოთ ახალი პეიჯი და იქ უკვე აგიხსნით სხვადასხვა დეტალებს გუტენბერგის შესახებ. მეგობრებო, შეგვიძლია ჩვენ აქედან პირდაპირ ავირჩიოთ პეიჯების დამატება, add page. მეგობრებო, აქ ჩვენ გუტენბერგი გვთავაზობს რაღაც მაგალითებს. ეს არის ტემპლეიტების მაგალითები. ტემპლეიტი არის ეს წყობების ერთობლიობა და თუ კი სურვილი გექნებათ იმის, რომ რომელიმე მათგანი გამოიყენოთ, შეგიძლიათ თავისუფლად დააწვეთ ამ ყველაფერს და ავტომატურად თქვენს გვერდზე გამოჩნდება ყველაფერი. მაგრამ ახლა მოდი გავავქმოთ ეს ყველაფერი და ყველაფერი დავიწყოთ ნულიდან. პირველ რიგში ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის სათაური. მოდი დავარქვათ გუტენბერგის ფუნქციები. და თუ გვინდა რომ ჩვენ შემდეგ ნაბიჯზე გადავიდეთ, მაგისთვის გვჭირდება ან enter-ი, ან უბრალოდ მაუსის დაწკაპუნება აქვს. ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ რომ ქვევით ჩამოვიდეთ. მარჯვენა მხარეს გვაქვს რაღაც კონკრეტული მენიუ და დროებით ამას დავხურავ, ცოტა ხანში მივუბრუნდები. მეგობრებო, პირველ რიგში მინდა გასწავლოთ თუ როგორ ემატება სხვადასხვა ფუნქციები ჩვენს გვერდზე. აქ ჩვენ როდესაც ჩამოვალთ ქვევით, მარჯვენა მხარეს გვაქვს პლუსი და აწერია ქვევით add block. და რას ნიშნავს ეს? მე თავში ვახსენე რომ ეს არის ბლოკ ედიტორი. წარმოიდგინეთ გავსირავ რომ როდესაც მე დავაწვევი add blocks, მაგ შემთხვევაში ნებისმიერი რაც არ უნდა ავირჩიო მე, მაგ შემთხვევაში კონკრეტულად მას მიენიჭება ბლოკის სტატუსი. მაგალითად, ავირჩიოთ პარაგრაფი და დავწეროთ აქ რაიმე ტექსტი. მაგალითად, გუტენბერგი ყველაზე მარტივი ედიტორია და ეს აბზაცი გახდა ბლოკი. ანუ ნებისმიერი სხვა რაც არ უნდა დავამატოთ, ეს იქნება ფოტო, ვიდეო, მუსიკა თუ სხვა ნებისმიერი რაიმე, ემატება ჩვენს პეიჯზე სხვადასხვა ბლოკები. ასე ხდება უბრალოდ ტექსტის დამატება. უბრალოდ გჭირდება რომ ავირჩიოთ პარაგრაფი და სულ ეგ არის. ამ შემთხვევაში თქვენ შეამჩნევთ რომ როდესაც ტექსტზე დააწვევით, ზედა მხარეს გაჩნდება რაღაც კონკრეტული მენიუ. მარცხენა მხარეს თუ დავაწვევით, ჩვენ შეგვიძლია გადავაკეთოთ ეს პარაგრაფი სხვა რამე, მაგალითად ჰედერად, ლისტის სიად, ქვითად და ასე შემდეგ, სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს. მეორე რაც არის 6 წერტილი, ამით შეგვიძლია ჩვენ სხვადასხვა ადგილებში წავიღოთ ეს წარწერები და როდესაც უკვე მეორე ბლოკს ჩავამატებთ, შემდგომ უფრო ნათელი იქნება რა ფუნქციას ასრულებს. ასევე გვაქვს ფუნქცია თუ სად გვინდა ეწეროს ეს ტექსტი, გვინდა შუაში, მარჯვენა მხარეს თუ მარცხნივ. ასევე გვაქვს bold-ის ფუნქცია, რომელიც უფრო ამკვეთრებს ჩვენს ტექსტს. ასევე გვაქვს დახრილი ტექსტის ფუნქცია, ამისთვის საჭირო არის რომ მოვნიშნოთ უბრალოდ და დავაწვეთ ამ დახრილ ხაზს. და როგორც ხედავთ, შეიცვალა კონკრეტულად ერთი სიტყვა. და თუ გვინდა ჩვენ რომ უკან დავბრუნდეთ, მაგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს undo, ანუ უკან წამოსვლა და redo, ანუ წინ წასვლა. ამ შემთხვევაში დავუბრუნებთ მე უკან. ასევე შეგვიძლია ჩვენს ტექსტს მივანიჭოთ რამე კონკრეტული ლინკი. ჩვენ გვჭირდება უბრალოდ რომ მოვნიშნოთ ნებისმიერი ადგილი, სადაც გვინდა რომ დაემატოს ეს ლინკი. დავაწვევით ამ ღილაკს, აქ ჩავწერთ https ორი წერტილი, ორი დახრილი ხაზი, www წერტილი და უკვე ნებისმიერი ლინკი, რომელიც გვინდა რომ დაემატოს. მაგალითად, YouTube, უბრალოდ YouTube-ის ლინკი, დავწევით Enter-ს და აქ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ Edit-ში, რადგან გვაქვს Advanced ფუნქცია და შეგვიძლია გავაკეთოთ მსგავსი რამ. როდესაც ვინმე დააწვება სიტყვა მარტივს და უნდა გაიხსნას რაღაც კონკრეტული ლინკი, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ უბრალოდ გადავიყვანოთ ახალ გვერდზე, ან იმავე tab-ში გავახსნებინოთ ეს ლინკი. ამ შემთხვევაში ჯობს რომ დავაყენოთ ეს ყველაფერი Open New tab-ზე, დავასეივოთ და ეხლა ვნახოთ როგორ ჩაჯდა ეს ლინკი. აი მარჯვენა მხარეს, აი ამ ფუნქციას ავირჩევთ,
preview in new tab დავაწვევით და როგორც ხედავთ აქ მარტივის ქვევით არის რაღაც ხაზი დავაწვევით და ავტომატურად გადაგვიყვანს YouTube-ის ლინკზე. ასევე აქ შეგვიძლია სხვადასხვა ფუნქციები დავუმატოთ, მაგალითად შეგვიძლია ტექსტი გადავხაზოთ ესე ვთქვათ, ესეთი ფუნქცია აქვს. ასევე შეგვიძლია ჩვენ რომ მაგალითად აი ეს ია დავაპატარავოთ და ზედა მხარეს ავწიოთ და მოდი ახლა მე ამ ყველაფერს მოვაშორებ. როდესაც დავაწვევთ სამწერტილს, აქ კიდევ სხვადასხვა ჩამონათვალები გვაქვს, დაკოპირება, ამოჭრა, ასლის გაკეთება და ასე შემდეგ. მეგობრებო, მოდი ახლა გადავიდეთ უკვე ფოტოს ჩასმაზე და უნდა ჩამოვიდეთ ჩვენ ცალკე ბლოკში, დავაწვევით plus და აქ ჩვენ გვაქვს ღილაკი image. როდესაც დავაწვევით, აქ გამოგვიდევს სამ ვარიანტი, ჩვენ შეგვიძლია ფოტოები ავტვირთოთ, ან უბრალოდ გამოვიყენოთ მედიაში ატვირთული ფოტოები, ან უბრალოდ ლინკი ჩავსვათ ფოტოსი. ამ შემთხვევაში მე ავირჩევ მედიას, ავირჩევ აი ამ ცუგოს და ვნახავთ რომ ძალიან მარტივად დაემატა ჩვენი არჩეული სურათი. მეგობრებო, ზედა მენიუში ცოტა შეიცვალა ყველაფერი და აქ შეგვიძლია ჩვენ ფოტო ამოვჭრათ მაგალითად, ლინკიც მივამატოთ, ასევე შეგვიძლია სხვადასხვა ზომებზე დავაყენოთ, ესე მაგალითად, ასევე შეგვიძლია ამოვჭრათ ფოტოს რაღაც კონკრეტული ნაწილი, ასევე შეგვიძლია ტექსტი დავაწეროთ, თუ აი ამ ღილაკს დავაწვევით, შეგვიძლია შიგნით ტექსტი ჩავწეროთ ძალიან მარტივად. ასევე შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ეს ყველაფერი, დავაწვევით აი ამ ღილაკს, გავხსნით მედიას და უბრალოდ ჩავანაცვლებთ სხვა ფოტოთი. მეგობრებო, პლუსზე დაჭერისას ჩვენ აქ გვიგდებს პატარა მენიუს და ქვევით გვიწერია browse all. ესე იგი, ეს ყველაფერი არ არის, ეს უბრალოდ 6 სტანდარტული ფუნქცია არის, რომელიც ხშირად გამოყენებადია გვერდების ასაწყობად. და ამ შემთხვევაში თუ დავაწვევით აი ამ ღილაკს, დავინახავთ რომ მარცხენა მენიუში გამოგვიჩნდება მენიუ, სადაც გვაქვს უამრავი ფუნქცია. ეს არის ტექსტების სხვადასხვა ვარიანტები, მედიას, ანუ ფოტო, ვიდეო, აუდიო და ასე შემდეგ სხვადასხვა ვარიანტები, ასევე დიზაინები, ბიჯეტები, თემები და ასე შემდეგ. თქვენ შემდგომ უკვე შეგიძლიათ გადახედოთ ამ ყველაფერს დეტალურად, ყველაფერი გამოცადოთ. ახლა კი მოდი გავაგრძელოთ. და მე ავირჩევ აი ამ ფუნქციას heading, რომელიც არის სათაური ასევე და მაგალითად დავარქვათ კატა და ჩვეულებრივად ჩამოვიდეთ enter-ით და ეხლა მინდა გავაკეთო მსგავსი რამ, რომ ერთ მხარეს იყოს ტექსტი და მეორე მხარეს იჯდეს ფოტო. და ამ შემთხვევისთვის მე მჭირდება სვეტები. ჩვენ ვნახეთ რომ როდესაც ავირჩევ მე ფოტოს ვერსიას, მაგ შემთხვევაში მთლიანი ადგილი ეთმობა ფოტოს. და თუ გვინდა რომ ჩვენ ეს ადგილი გავყოთ, ამისთვის გვჭირდება სვეტები, ანუ columns, აქ როგორც არის, დავაწვევით columns, აქ ჩვენ შეგვიძლია 2 თანაბარი სვეტი გქონდეს, 3 თანაბარი სვეტი გქონდეს და კიდევ სხვადასხვა ვარიანტები. ამჯერად მე 2 სვეტიანს ავირჩევ და პირველ ვარიანტში მე ჩავსვავ რაღაც კონკრეტულ ტექსტს კატაზე. მეგობრებო, აქ ჩვენ ვნახავთ, რომ header-ში, ანუ კატა სადაც გვიწერია, მან შეგვიძლია შევცვალოთ ამ ტექსტის ზომა, ანუ აქ აწერია H1-დან H6-მდე, რაც უფრო დიდია ციფრი, მით უფრო პატარავდება ჩვენი ტექსტიც. ამჯერად იყოს H2 და ასევე შეგვიძლია, ესე ვთქვათ, ეს ტექსტი გავასუქოთ, ანუ უფრო გამოვკვეთოთ, ამისთვის საჭიროა რომ უბრალოდ ტექსტი მოვნიშნოთ და დავაჭიროთ ამ B-ს, მაგრამ თუ კი გადავალთ პარაგრაფის ვარიანტში, აქ ჩვენ აღარ გვაქვს H-ი და ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება რაღაც ფუნქცია, რომელიც, ესე ვთქვათ, ტექსტის ზომას ან გაადიდებს, ან დააპატარავებს, რადგან აქ არ არის. და ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ ამ ყველაფერზე. მანამდე კი მოდი დავამატოთ ფოტო. აქ მარჯვენა მხარეს არ ჩანს პლუსი, მაგრამ თუ კი დააწვევთ უბრალოდ ცარიელ სივრცეს, მაგ შემთხვევაში ამოგივარდება თავისი უჯრა, დააწვევით პლუს, დააწვევით image და მე აქ ჩავსვავ აი ამ საყვარელ კატის სურათს. მეგობრებო, ეხლა მინდა განახოთ კიდევ ერთი რაღაც, რაც არის მარცხენა ზედა კუთხეში 3 ხაზი, რომელსაც როცა დავაწვევით, ჩამოიშლება კიდევ ერთი მენიუ, სადაც გვაჩვენებს იმ ყველაფერს, რომელიც ჩვენ დამატებული გვაქვს უკვე ჩვენს გვერდზე. აი მაგალითად, პირველი არის პარაგრაფი, მეორე დაემატა cover-ი, ასევე დაემატა header-ი, კატა, ასევე 2 სვეტი, სადაც ჩავსვით ტექსტი და ასევე ფოტო. მეგობრებო, ეს ფუნქცია ძალიან გამოსადეგი არის, რადგან არსებობს ხოლმე მომენტები, როდესაც ძალიან ბევრი რამ როცა არის, უბრალოდ იმ ტექსტამდე ან რაიმე ადგილას ვერ მიდიხარ, ან დასაედითებლად, ან რამის შესაცვლელად ვერ აწვევი იმ ღილაკს. ამ შემთხვევაში შეგიძლია უბრალოდ გამოიყენო ეს 3 ხაზი და მოძებნო კონკრეტულად ის ადგილი, რომელიც არის და შეგიძლია უკვე იქ ყველაფერი
დაედითო და შეცვალო, შენი სურვილისამებრ მოიქცე. მეგობრებო, თუ ვინმეს გინდათ რომ შეიძინოთ თქვენი დომეინი და ჰოსტინგი, ქართული კომპანიებიდან მე გირჩევთ HostNotes და უცხოური კომპანიებიდან გირჩევთ Hostingers. აღწერაში მაქვს ორივე კომპანიის ლინკი და თუ კი გამოიყენებთ Hostingers, მაგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას ჩემი ლინკის დახმარებით. აღწერაში მაქვს კიდევ ერთი ლინკი, სადაც თქვენ გაიგებთ სიღრმისეულად WordPress-ის შესახებ და გასწავლით ვებგვერდი საწყოა სულ რამდენიმე დღეში. და მეგობრებო, ეხლა ჩვენ გვაქვს ორი სვეტი, მაგრამ ძალიან ულამაზო არის ეს ტექსტი და მოდი ახლა უკვე გადავალ იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ შეგვიძლია ამ ტექსტის edit-ი. ამისთვის უნდა გადავიდეთ მარჯვენა მხარეს და იქ publish-ის გვერდზე არის ღილაკი, როდესაც დავაწვევით, ამოგვიგდებს კიდევ სხვა მენიუს და გვაქვს სხვადასხვა სტილები ჩვენი ტექსტის. შეგვიძლია შევცვალოთ ეს ყველაფერი, ჩვეულებრივ ავირჩევ. ასევე ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ტექსტის ფერი, ძალიან მარტივად. ასევე შეგვიძლია ჩვენ შევცვალოთ ფონი, მაგალითად იყოს ვარდისფერი და გაუქმების შემთხვევაში შეგვიძლია დავაწვევთ უბრალოდ clears. და აი აქ გვაქვს უკვე ტიპოგრაფი, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ტექსტის ზომაზე. და აქ გვაქვს სხვადასხვა ვარიანტები ზომების და ასევე ეს ღილაკი, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ ნებისმიერ ზომაზე დავაყენოთ. ამჯერად უბრალოდ ავირჩევ smalls, მეგობრებო, შემდეგი ფუნქცია არის dimensions და ეს ყველაფერი განსაზღვრავს ჩვენი კონკრეტული ბლოკის სიმაღლეს და სიგანეს, თუ რამდენი არის შიგნით ჰაერი და ასევე გარეთ. Padding-ი პასუხისმგებელია შიდა ჰაერზე, ხოლო margin-ი პასუხისმგებელია გარეთა ჰაერზე, ანუ ბლოკებს შორის სივრცეზე. და აქედან შეგვიძლია გავზარდოთ და შეგვიძლია თუ კი ამ ღილაკს დავაწვევით, მაგ შემთხვევაში ყველა კუთხეზე სათითაოდ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ამის შემდეგ გვაქვს უკვე ბორდერი. ეს არის ჩარჩო და რადიუსი. ჩარჩო ასრულებს გავს ფუნქციას, ესე შეგვიძლია გავუკეთოთ ჩარჩო, ასევე შეგვიძლია შევუცვალოთ ფერი ამ ჩარჩოს, შეგვიძლია ზომა შევუცვალოთ და რადიუსი უკვე ამრგვალებს ამ ჩარჩოს გვერდებს. აი, ზუსტად მსგავს რაღაცას აკეთებს. აქ ქვედა მხარეს უკვე გვაქვს advance და თუ კი კოდების წერა გეხერხება, მაგ შემთხვევაში შეგიძლია რაღაც კონკრეტული HTML კოდი ჩასვა ამ ადგილას. ახლა მოდი გადავიდეთ უკვე ფოტოზე და ფოტოს შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის მენიუ. აქ ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული არჩევანი გავაკეთოთ, ეს არის ზომები ჩვენი სურათის, ასევე ქვევითაც გვაქვს ადგილი, სადაც შეგვიძლია ზომა შევცვალოთ, ასევე ჩვენ შეგვიძლია ხელით დავაყენოთ ეს ზომები და თუ კი მე გადავალ სტილში, მაგ შემთხვევაში პირდაპირ მაქვს მოცემული, რომ შემიძლია გადავაქციო მომრგვალებულად ჩემი ოთხკუთხედი სურათი. დავაჭიროთ პირდაპირ, ძალიან მარტივად კეთდება ეს ყველაფერი. აქ გვაქვს ტონები. ამ შემთხვევაში მე არ მიყენია არანაირი თემა და მაგიტომ არ მიჩანს არანაირი ტონი აქ, თორე შეიძლება ყოფილიყო აქ შავ-თეთრი, ფერადი და ასე შემდეგ. აქაც იგივე პროცედურები გვაქვს, ეს ჩარჩო და რა თქმა უნდა რადიუსი. აქ ყველაფერი გავიარეთ. ახლა გადავალ კიდევ ორ ფუნქციაზე, რომლებიც არის ერთი ლისტი და მეორე არის gallery. ლისტის შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ რაღაც კონკრეტული ჩამონათვალები, მაგალითად დავწეროთ 1, 2, 3. აქ ჩვენ გვაქვს წერტილები და ეს წერტილები შეგვიძლია ჩვენ გადავაკეთოთ, მაგალითად აი ესე 1, 2, 3. და აქ უკვე ჩვენთვის სასურველ ინფორმაციას ჩავწერთ, რა თქმა უნდა. ჩამოვალ ქვევით და აქედან დავაწვევი ისევ პლუს, პანჯერას დავხურავ დროებით და აქ გვაქვს gallery, სადაც ჩვენ შეგვიძლია ბევრი სურათი ჩავდოთ. ანუ ჩვენ უბრალოდ იმიჯის მაგალითზე ვნახეთ, რომ შეგვიძლია მხოლოდ ერთი ფოტოს ჩასმა შიგნით და გალერიის შემთხვევაში უკვე შეგვიძლია ბევრი სურათი ჩავდოთ. მაგალითად ავირჩიოთ აი ეს 6 სურათი, insert და აქ უკვე გამოჩნდა ჩვენთვის სასურველი ფოტოები. მეგობრებო, ასევე მინდა გასწავლოთ კიდევ ერთი ფუნქცია, თუ კი დავაწვევი მე აი ამ კატას, აქ გვაქვს ჩვენ ისრები და შეგვიძლია ეს კატა გადავაადგილოთ. ანუ სადაც გვინდა იქ წავიღოთ. შეგვიძლია ეს ბლოკიც ნებისმიერ ადგილას წავიყვანოთ, აი ესე, ქვევით ჩავიტანეთ. შეგვიძლია უბრალოდ ხელი მოვკიდოთ და დავსვათ ისევ თავში. და იგივე არის ზუსტად გვერდების შემთხვევაში. მე თუ პირობითად მინდა რომ კატა მარცხენა მხარეს მოექცეს, მაგ შემთხვევაში მივიტან კატასთან, სურათთან და ზედა მხარეს შედარებით განსხვავებული მენიუ და დავაწვევი isars და ამ შემთხვევაში კატა გადმოინაცვლებს მარცხენა მხარეს. მეგობრებო, ეს იყო გუტენბერგის ძირითადი ფუნქციები. ეს იყო ჰედერი, იყო ფოტო, იყო ტექსტი,
ასევე ლისტი, gallery. ახლა მინდა უბრალოდ განვიხილო კიდევ დამატებითი ფუნქციების შესახებ. აქ ჩვენ მარჯვენა მხარეს ზევით გვაქვს 3 წერტილი და როდესაც დავაწვევით, გაიხსნება რაღაც მენიუ, სადაც პირველი ღილაკი ასრულებს გავს ფუნქციას. ჩვენ როდესაც დავაწვევით ნებისმიერ ბლოკს, მაგ შემთხვევაში ჩვენ ზევით ჩნდება რაღაც კონკრეტული პატარა მენიუ, საიდან შეგვიძლია დავაედიტოთ ეს ყველაფერი, მაგრამ თუ დავაწვევით აი ამ ღილაკს, მაგ შემთხვევაში ზედა მხარეს გამოჩნდება ყოველთვის ჩვენი პატარა მენიუ. ეს უკვე გემოვნების ამბავია. მეორე ღილაკი ასრულებს გავს ფუნქციას. თუ კი დავაწვევი, ზედა მხარეს გაქრება ის აღნიშნული მენიუ და როდესაც მე მაუსს მივიტან, მაგ შემთხვევაში გამოჩნდება. მესამე ღილაკი არის გამკრთალების ფუნქცია, ესე ვთქვათ, და აკეთებს ფოკუსს კონკრეტულად ბლოკებზე და იმის გარეთ უკვე რა ხდება მკრთალად აჩვენებს, აი პირობითად, რაზეც არ უნდა გადავიტანო, იმას უფრო მკვეთრად აღიქვავს. ესეც გემოვნების ამბავია, მე მაგალითად არ მომწონს. გვაქვს ასევე გააქტიურებული ახლა full screen mode, რომელიც ასრულებს გავს ფუნქციას. თუ გამორთავ, მარცხენა მხარეს დავინახავ მე WordPress-ის მთავარ მენიუს. აქ გვაქვს ორი ვარიანტი edit-ის, ერთი არის ვიზუალის მხრივ და მეორე კოდის. აქ ჩვენ გვაქვს ვიზუალზე დაყენებული, მაგრამ შეგვიძლია გადავაკეთოთ კოდზე. აქ ყველაფერი უკვე გადაკეთდება კოდად. და თუ ჩვენ კოდის წერა ვიცით, შეგვიძლია გამოვიყენოთ ხოლმე ეს ფუნქცია. აქ გვაქვს სწრაფი ღილაკები, რის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია სულ რამდენიმე ღილაკზე დაჭერით, გავხსნათ ჩვენს ედიტორში რაღაც სხვადასხვა ფუნქციები. ასევე აქ გვაქვს ბლოკების დაკოპირება, აქ გვაქვს დახმარების ღილაკი, გვაქვს პატერნები, რაც თავიდან ამოგვიგდოთ ჩვენ, ანუ არსებობს სხვადასხვა პატერნები, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია გავაწყოთ ჩვენი გვერდი, ეს მისალმების ღილაკია. მეგობრებო, აქ მარცხენა მხარეს გვაქვს ღილაკი publish და ეს ნიშნავს გამოქვეყნების გვერდს. თუ მაგალითად დავასრულეთ ჩვენს გვერდზე მუშაობა და უკვე გვინდა რომ გამოვაქვეყნოთ, მაგ შემთხვევაში დავაჭერთ publish კიდევ ერთხელ და ჩვენი გვერდი უკვე გამოქვეყნებულია ჩვენს საიტზე. და აქ მენიუში გვაქვს კიდევ მცირედი ჩამონათვალი და ამასაც განვიხილავ. აქ გვაქვს ჩვენ გვერდის სტატუსი, ამჯერად უკვე გამოქვეყნებულია. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი რამ, რომ მაგალითად მოვნიშნოთ 30 რიცხვი და 30 რიცხვში გამოქვეყნდეს ავტომატურად თავისით. ეს უფრო პოსტებისთვის გამოიყენება ხოლმე. მეგობრებო, ეს არის Slug და ეხლა განახებთ რას აკეთებს. თუ კი გადავალ მე კონკრეტულად ამ page-ზე, ეს არის ზუსტად Slug და ზედა მხარესაც უკვე დაერქვა ამ გვერდის სახელი. აქ გვაქვს ავტორი, თუ ვინ აკეთებდა აქ ყველაფერს, გვაქვს template-ები, რომელიც თავიდან ვნახეთ, შეგვიძლია აქ სხვადასხვა ვარიანტები ავირჩიოთ, შევქმნათ და ასე შემდეგ და სულ ეგ არის. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, მადლობა ვინც მეყურებდით. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქე და გამოიწერე არხი, რადგან არ გამოგრჩეს უფრო საინტერესო ვიდეოები. ახლა კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.